მანამდე კი ჩვენ გადაცემის ერთ-ერთ მთავარ თემას დაუბრუნდეთ, როგორც უკვე გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ ვახსენეთ, საუბრობთ მთელი ამ დარჩენილი დროის მანძილზე ახალგაზრდებზე, სტუდენტებზე და ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, კონკრეტულად კი სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოიყო 1 მილიონი ლარი ახალგაზრდული იდეების დასაფინანსებლად, იდეების ელექტრონულად მიღება დაიწყო 18 თებერვალს და ის ერთი თვე გაგრძელდება. მისი მიზანი კი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. უფრო დეტალურად როგორ ჩავერთოთ ამ ახალ ინიციატივაში, თათია დარასელიას სიუჟეტიდან გაიგებთ. ევროპაში ცხოვრების დროს დაბადებული იდეა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია შვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის წევრებმა ახალგაზრდული იდეების კონკურსის დახმარებით რეალობად აქციეს და საქართველოში პირველი ალტერნატიული საერთო სამუშაო სივრცე, სოციალური ბარი გენერატორი 9.8 შექმნეს. გენერატორი 9.8 საერთო სამუშაო სივრცე ეთმობა დილის 10-დან საღამოს 7 საათამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ახალგაზრდა პროფესიონალებს და ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს კლასიკური ოფისის ალტერნატიულ სივრცეში იმუშაოს. საღამოს 7 საათის შემდეგ გადავიქნებით სოციალურ ბარად, სადაც მართავთ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. ესენია ფოტოგამოფენები, ივენთები, მუსიკალური ივენთები, საჯარო ლექციები და ასე შემდეგ. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და სივრცე გამოიყენოს, ასე ვთქვათ, თავისი იდეის განსახორციელებლად. წელს ახალგაზრდული იდეების კონკურსის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარია. ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციებს იდეის წარდგენა სამინისტროს ვებგვერდზე ელექტრონული აპლიკაციის შევსებით შეუძლიათ. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში კონკურსის მიმდინარეობის პარალელურად ყოველ 4 შაბათს საკონსულტაციო დღეები გაიმართება, სადაც ნებისმიერი თქვენგანის კითხვებს უპასუხებენ. ჩვენ გვსურს რომ მივაცნოთ ყველა ახალგაზრდას ხმა და გეგმავთ უპრეცედენტო კამპანიას, ხვალიდან ვაგრძელებთ ჩვენ რაჭაში, მაღალმთიან აჭარაში და ამ შემდგომ რეგიონებში სიარულს, რათა ის სიკეთეები, რომელიც შარშან გულისხმობს სოციალურ ღირებულ პროექტებს, 2016 წელსაც დაფინანსდეს და უფრო დიდი რაოდენობით პროექტები შემოვიდეს. წელს მთლიანად ვფიქრობთ, რომ რეგიონისზე გაიცეს ის სახელმწიფო სუბსიდია, რომელიც ფონდს აქვს ამ ეტაპზე. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელ კონკურსზე განსაკუთრებული პრივილეგიებით რეგიონებიდან შემოტანილი პროექტები ისარგებლებენ. პრიორიტეტულია ასევე სპეციალური საჭიროების ახალგაზრდების ინტეგრაციისთვის გამიზნული და სოციალური საწარმოების შექმნის მსურველი ორგანიზაციების იდეები. სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტული ახალგაზრდების დასაქმებას, ამისგანისთვის გამოყავთ 1 მილიონი ლარი, მოუწოდებ ახალგაზრდა ორგანიზაციებს, წარმომადგენლებს, მიიღო კონკურსში მონაწილეობა, პროცესი იქნება ძალიან ტრანსპარენტული, ობიექტური, შესაბამისად ჩვენ ახალგაზრდებს მიეცემა საშუალება, რომ დაეწყონ თავიანთი ბიზნესი და ასევე ის პროექტები განახორციელონ, რომელიც მათ შემდგომ განვითარებას შეუძლებს. 2015 წელს კონკურსის შედეგად 53 პროექტი დაფინანსდა, რომელთაგან 10 სოციალური მეწარმეობის მიმართულება იყო. წელს იდეების მიღება სამინისტროს ვებგვერდზე 18 მარტამდე გაგრძელდება. ჩვენ კი ვაგრძელებთ ახალგაზრდული იდეების კონკურსის შესახებ საუბარს, ამჯერად ჩვენ სტუმრებთან ერთად და სწორედ მათგან მივიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ამ თემასთან დაკავშირებით. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ანა ბაქანიძე არიან დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. დილო მშვიდობისა, დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ და ხართ ჩვენთან ერთად. ბატონო რევაზ, პირველი შეკითხვა თქვენთან მექნება. ნაწილობრივ სიუჟეტიდან გავიგეთ და იცოდეთ ვიცით ეს ამ კონკურსის შესახებ რაღაც ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ უფრო დეტალურად თქვენ რომ მოგვიყვეთ რა გულისხმობს იდეების კონკურსი და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის გარდა რა არის მისი მთავარი მიზანი. კეთილი მოგახსენებთ, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საშუალებით ჩვენი სამინისტროს აფინანსებს იდეების კონკურსს ახალგაზრდული ორგანიზაციების. უკვე არაერთი წელია, წლევანდელ წელსაც გამოაცხადეთ კონკურსი 18 მარტამდე გასტანს იგი და ველოდებით რომ ახალგაზრდული ორგანიზაციები აქტიურებენ წლევანდელ წელს ისე როგორც წინა წლებში და წარმოადგენენ თავიანთ საპროექტო წინადადებებს. მოგახსენებთ რომ 4 ძირითადი მიმართულება რა მიმართულებითაც ველოდებით საპროექტო წინადადებებს. პირველი ეს არის ახალგაზრდების დასაქმება და არაფორმალური განათლება და სოციალური მეწარმეობა არის ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი თემატიკა. მეორე არის
მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მესამე არის სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფა და მეოთხე არის ინოვაციური პროექტებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერა. კულტურაზე განათლებას რა ადგილი უკავია? საკმაოდ დიდი, მინდა აღვნიშნო, თუ თქვენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს. ინოვაციურ ტექნოლოგიებზე ჩვენ შარშან მქონდა რამოდენიმე ძალიან წარმატებული პროექტი, მათ შორის იყო ანიმაციური ფილმი, რომელიც გაკეთდა ვებქვისა და მოკვლის მოტივებზე და მინდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი წარმატებული და ძალიან საინტერესო კრეატიული პროექტი იყო. ასე რომ წლევანდელ წელსაც ველოდებით მსგავს წინადადებებს და მსგავს წინ. აი მაგალითად მე წარმოვადგინე პროექტი რომელიმე კონკრეტულ თემაზე, ხო? განხორციელების პროცესში ტარდება თუ არა მონიტორინგი იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება დაგეგმილი აქტივობები. სადია მონიტორინგი ტარდება, თუმცა ფონდისაც და სამინისტროს პოზიციაც ალბათ არის ის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ მონიტორინგს იმისთვის, რომ აღმოაჩინოთ შეცდომები, ჩვენ ვცდილობთ მონიტორინგს ავატაროთ იმისთვის, რომ სწორად განხორციელდეს პროექტი იურიდიული, ნარატიული თუ ფინანსური თვალსაზრისით. ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ჩვენი ბენეფიციარი ორგანიზაციები არიან დამწყებები, ხშირად ბევრი მათგანისთვის პირველი პროექტიც არის ხოლმე ჩვენთან დაფინანსებული პროექტები, ამიტომ ჩვენთან პრინციპში მონიტორინგი არის ერთგვარი დახმარებაც იმისთვის, რომ ყველაფერი სრულყოფილად და ისე განხორციელდეს, როგორც იყო წარმოდგენილი თავიდან. ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს და რა არის ის მთავარი კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილი პროექტები? ფონდს აქვს თავის სათათბირო, რომელშიც 9 წევრი არის წარმოდგენილი, მათ შორის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ფონდის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. წლევანდელ წელს ჩვენს ვთქვათ ნოვატორი იდეა გვაქვს. ხმათა უმრავლესობის მაგივრად შემოვიღეთ ქულათა სისტემა, რომლის მიხედვითაც მოხდება თითოეული პროექტის შეფასება და შესაბამისად გამარჯვებულების გამოვლენა. და სოციალური მეწარმეობა ახსენეთ თქვენ რამდენიმე წუთის წინ და მე რამდენადაც ვიცი და თქვენც დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მაღალბიუჯეტიანი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს გასულ წლებში საკმაოდ კრეატიული იდეები და პროექტები აქვთ განხორციელებული და მე როცა ამ ინფორმაციას ვკითხულობდი, ამოვიკითხე პანკიში ქალთა სამკერვალოს შესახებ ინფორმაცია, ასევე თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების სამკერვალო ასოციაცია ანიკას ინიციატივით. როგორი იყო უკვე დაფინანსებული პროექტები, მაგალითად რამდენიმე წარმატებული მაგალითის შესახებ რომ ვიმშელოთ და მოგვიყვეთ თუ შეიძლება. კეთილ თუ შეიძლება ვახსენებ, ყველა პროექტი, რომელიც სოციალური მეწარმეობის კუთხით შემოვიდა და დააფინანსეს, ყველა აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. ამიტომაც გვიბიძგებს ეს, რომ და მოლოდინიც აგვაქვს, რომ წლევანდელ წლის განმავლობაში არაერთი მსგავსი საპროექტო წინადადება შემოვა. მე პირადად რამოდენიმეჯერ ვიყავი ნამყოფი პანკიში და პანკის ხეობის პროექტი არის ძალიან წარმატებული პროექტი. ქალბატონმა რომელმაც შემოიტანა თავის საპროექტო წინადადება, ჩანაფიქრი ჰქონდა, რომ მხოლოდ იმ სოფელში მცხოვრები ქალბატონები იქნებოდნენ ჩართულები ამ სამკერვალო საწარმოში. და ისე აღმოჩნდა, რომ მეზობელი სოფლებიდანაც იყო ძალიან დიდი ინტერესი და იმის მაგივრად თქვა 19 ქალბატონი გადამზადებული იყო 30 იყო. უკვე ძალიან პოზიტიური და ძალიან კარგი უკავშირი მივიღეთ ამ ხრით. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა უკანა ფშავში, სადაც ერთი თემი თითქმის დაბრუნებასაც ბარში ჩამოსვლას გეგმავდა, მაშინ როდესაც სამთო მექანიზაციის საპროექტო წინადადება წარმოადგენეს და ჩვენ ტექნიკით დავეხმარეთ და დღეს ის სოფელი იქ არის, ფუნქციონირებს და საშუალება აქვს, რომ სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იყვნენ დაკავებულები. ასეთი პროექტები ძალიან ბევრი გვაქვს და შეგვიძლია გავგზავნოთ ვისაუბროთ მათ შესახებ. თუ კი რომელიმე პროექტი არის წარმატებული თქვენ, თუ გიჩნდება სრულიად თუ არის გეგმა, რომელიც მიხედვითაც იგივე პრინციპით და იგივე გეგმით სხვა სოფელიც რო განვითარდეს და დასაქმდეს და დაკავდეს. იცით, ეს უფრო არის ჩვენ ვერ მოვთხოვთ, რომ მსგავსი რაღაცა გაკეთდეს. მოთხოვნას არ გულისხმობ, შეთავაზება, რეკომენდაცია, გაზიარება აზრის იგივე შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რო არის კარგი წარმატებული გამოცდილება და მოდით ეს დავნერგოს სხვაგანაც. ჩვენ თუ კი საუბარი არის იმაზე ჩვენს მეგობარ უწყებებთან, თქო ხოლმე სამინისტროებთან ასეთი ინფორმაციის გასვლა-გამოსვლა მუდმივად მიმდინარეობს. აი ხა საინფორმაციო კამპანია რომელიც მიმდინარეობს ამ პროექტთან დაკავშირებით, იქაც ჩვენს პოტენციურ აპლიკანტებთან გვაქვს ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, როგორ გაიარეს სხვა წინაწლებში საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რა სახის ინფორმაცია წარმოადგენს, როგორ უნდა წარმოადგენ, რა უნდა გაითვალისწინონ, ასე რომ როგორც ადმინისტრაციული კუთხით, ფინანსური კუთხით მსგავსი ინფორმაციის გასვლა-გამოსვლა ხდება. რადგანაც რეგულაციებზე იყოს საუბარი, რა რეგულაციები არის, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს, ან რა ფორმით უნდა მიიღოს მონაწილეობა, სად უნდა მიმართონ, წერილობით იქნება ელექტრონული ფორმით რო? მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურიდიული სტატუსი უნდა იყოს არასამეწარმეო, არაკომერციული მხოლოდ ორგანიზაციებს, თუმცა ეს ნუ შეაშინებთ მათ, ვისაც აქვთ მონაწილეობის სურვილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ ფონდის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირდებიან რეგიონებში სხვათა შორის არსებულ ცხოვრები, თქვათ ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფები. რეგისტრაცია აქვე ვიტყვით მოკლედ, რომ არის ძალიან მარტივი, საჯარო რეესტრის მეშვეობით ხდება ერთი დღის ვადაში, არის 106 ლარის ოდენობით თანხა მხოლოდ
მხოლოდ საჭირო და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელთა შაბლონებიც რეესტრის ვებგვერდზე არის ატვირთული. მეორე მხრივ, ფონდი საკონსულტაციო საათების მეშვეობითაც ეხმარება იმ ახალგაზრდებს, რომელთაც არ აქვთ ორგანიზაციები, რომ დარეგისტრირდნენ. ხოლო რაც შეეხება ვთქვათ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უკვე რეგისტრირებულები არიან, მათ ცხადი არაფერი არ უშლით ხელს, მთავარია რომ მათ საწესდებო დოკუმენტაციაში განსაზღვრული იყოს, რომ ისინი მუშაობენ ახალგაზრდების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე. თუმცა სფეროს მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ის იყოს კულტურა, განათლება, სპორტი და ასე შემდეგ. ახლა ჩვენ საუბრობთ ახალგაზრდების იდეებზე, ხო? და იმ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად მათთვის არის შემუშავებული. და ახლა ვფიქრობ, საინტერესოა, რამდენად დიდია მათი ჩართულობა ამ ყველაფერში, მაგალითად, გასული წლის მაგალითად რომ ვისაუბროთ, რამდენი განაცხადი შემოვიდა და აქედან რამდენი მათგანი დაფინანსდა, თუ გაქვთ მონაცემები. როგორ არ გვაქვს მონაცემები, შარშანდელ წელს 146 საპროექტო წინადადება იყო, აქედან დაფინანსდა 53. წინა წლის დინამიკას თუ გადავხედავთ, საპროექტო წინადადების რაოდენობა საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ დაფინანსების ოდენობა იყო მაშინ განსაზღვრული ცოტათი უფრო დაბალი თამასა იყო და ამიტომაც რაოდენობა პროექტების უფრო მეტად ფინანსდებოდა. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს საპროექტო წინადადების რაოდენობა იყო 96, დაფინანსდა 78, შემდეგ მომდევნო წელს 177 იყო, მე 176 შესაბამისად დაფინანსდა 60-56. წლევანდელ ბუდეში წინა წელს 53 კი დაფინანსდა, მაგრამ სამაგიეროდ ის საგრანტო კომპონენტი, რომელთაც დაფინანსდა ეს საპროექტო წინადადები, უფრო მაღალი იყო. 25,000 ლარს შეადგენს მაქსიმალური თანხა და გვახარებს, რომ წლევანდელ წელს ნამდვილად უპრეცედენტო დიდი თანხა არის, 1 მილიონი ლარი არის, თითქმის 25%-ით არის მატება იმ თანხისა, რომელთაც დაფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენც მოლოდინი გვაქვს, რომ სადღაც 50 შეიძლება ცოტა მეტი პროექტის დაფინანსეს წლევანდელ წელს. და ბოლო კითხვა მექნება თქვენთან, საეთერო დრო ჩვენი პრაქტიკულად ამოწურულია, მაგრამ მაინც მინდა რომ ამ კითხვაზე მივიღო პასუხი. ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ განვმარტო ჩვენს ტელემაყურებელს ან იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საკუთარი იდეა დაფინანსდეს. კონკრეტულად რომელ იდეებს ენიჭება განსაკუთრებული უპირატესობა? მდგრად იდეებს ალბათ, ხო ბატონო? რა თქმა უნდა, მდგრად იდეებს, ფინანსურად სწორად გათვლილ იდეებს, მიმართულებები, მე ვახსენის 4 ძირითადი მიმართულება არის. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ რეგიონებში ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა მიყო ჩაღონდა შეძლებისდაგორად აქცენტი რეგიონებზე მაინც. რეგიონები, მაღალმთიანი რეგიონები, შეზღუდული შესაძლებლობების ეთნიკური უმცირესობათა ჩართულობაზე ფოკუსირებული პროექტები, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ სავალდებულო, უბრალოდ ჩვენი სურვილი არის, რომ ამ მიმართულებით საპროექტო წინადადებები იყოს წარმოქმნილი. თუ კი ორი თანაბარი მონაცემის იქნება, ერთი იქნება რეგიონიდან, ერთი ცენტრიდან, ამ შემთხვევაში უპირატესობას რომელს განიჭებთ? ასე არ არის, გამეორდებით, ეს არ იქნება განსაზღვრელი ფაქტორი, მე ვახსენე, რომ შეფასება ხდება ქულების მიხედვით, ასე რომ ვინც საუკეთესო საპროექტო წინადადებას წარმოადგენს, ისინი დაფინანსდებიან. ძალიან დიდი მადლობა გარეთ სტუმრობისთვის, სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ანა ბაქანიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები და ჩვენ საუბრობდით 1 მილიონ ლარზე, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდების იდეების დასაფინანსებლად გამოიყო. დიდი მადლობა გადაცემაში